14 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში. აღსანიშნავია, რომ გიმნაზია დაარსების 15 წლის თავს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სკოლის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა, წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღეს მთელი მართლმადიდებელი სამყარო და განსაკუთრებით ჩვენი ერი სრულიად საქართველო ზეიმობს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს. დიდია თამარ მეფის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე, ასევე ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე, რამე თუ მან შექმნა ეპოქა, რომელსაც ქართველი ხალხი სამართლიანად ეძახის ოქროს ხანას. ჩვენი სკოლა გახლავთ თამარ მეფის სახელობის და დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავთ ამ დღეს, როგორც ჩვენი მრევლი, ასევე ჩვენი სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, თანამშრომლები და თითქმის მთელი ლოტკინის მოსახლეობა. როდესაც ჩვენ ამ სკოლას ვაფუძნებდით, მისმა უწმიდესობამ გვითხრა, რომ თქვენი სკოლა იქნება თამარ მეფის სახელობის და თქვენ უნდა მოამზადოთ, გაზარდოთ ბავშვები თამარის ეპოქისათვის. და მართლაც აი თამარის ეპოქის სულისკვეთება გასდევს ლაიტმოტივად ჩვენს სწავლებას, ჩვენს ყოველდღიურობას და მე მწამს დამჯერა, რომ მომავალი თაობა დააბრუნებს საქართველოში იმ დიდ ხანას, რომელსაც ჩვენ ოქროს ხანას ვეძახით. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე, თამარობა, მინდა მიულოცო ყველა თამარს და განსაკუთრებით მინდა მიულოცო ჩვენს პატრიარქს, მის უწმიდესობას ილია მეორეს, რომელმაც დააფუძნა ეს შესანიშნავი სკოლა. უკვე 15 წელია რაც ეს სკოლა არსებობს, დაფუძნებიდან 15 წელი შეუსრულდა და ჩვენ ვასრულებთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და ჩვენ ვაგრძელებთ მოსწავლეთა აღზრდას თამარის სულისკვეთებით. 10 წელია რაც ამ სკოლაში ვსწავლობ. პირველ რიგში გილოცავთ თამარობას. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღე, ვინაიდან ჩვენი გიმნაზია თამარის სახელობისაა. თამარობას ტარდება ყოველთვის წირვა და ტრადიციულად ჩვენი გიმნაზია ატარებს კონცერტს, სადაც ჩვენი გიმნაზიელები აღნიშნავს ამ დღესასწაულს. მე ვარ ჰერეთიდან და მოგილოცავთ ყველას თამარობას. 2 წელია აქ ვსწავლობ სკოლა პანსიონში. გილოცავთ თამარობას. მე ირანიდან ვარ, მაზანდარენის რაიონიდან და 3 წელია რომ ამ სკოლა გიმნაზიაში ვსწავლობ. გილოცავთ თამარობას და მე ვარ ფერეთნელი, თითქმის 3 წელია რომ გიმნაზიაში ვსწავლობ. აქ ვისწავლე ქართული ენა და ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა წმინდანისადმი სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გიმნაზიის ტერიტორიაზე წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი შენდება. შეგახსენებთ, რომ საძირკველი 2024 წელს იკურთხა. ვილოცავ საქართველოს, სრულიად საქართველოს ამ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს. განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს და ჩვენს სკოლას, რადგან თამარ მეფის სახელობისაა. ყოველ წელიწადს აღნიშნავთ ამ დღეს და ძალიან ბედნიერები ვართ ხოლმე, როდესაც ამ დღისთვის ვემზადებით. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კონცერტზე შესრულდა საგალობლები. სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინეს. გარდა ამისა, ბავშვებმა ქართველი პოეტების ლექსებიც წაიკითხეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. სასულიერო პირმა აქ შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს ლოტკინის დასახლებაში დაარსდა. სკოლა გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები. განათლებას იღებენ მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ისე აჭარიდან,
ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ისინი პროფესიულ და სახელოვნებო მიმართულებებით ეუფლებიან ხატწერას, ფერწერას, ქართულ ხალხურ სიმღერასა და ინსტრუმენტებს, ცეკვას, ფორტეპიანოს, ვიოლინოს და ფლეიტას. ასევე სწავლობენ თექას და ტიხრული მინანქრის დამუშავებას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს და ვინაიდან ჩვენი სკოლა არის თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლის გუნდმა, ფოლკლორმა გუნდმა შეასრულა სვანური სიმღერები და ქართული სიმღერები. ეს ღონისძიება ტარდება ყოველ წელიწადს და ეძღვნება წმინდა მეფე თამარის ხსენების დღეს და ვცდილობთ, რომ გიმნაზიის და ასევე ხელოვნების სკოლის მოსწავლეები ყოველთვის იყვნენ ეროვნულ პატრიოტულ განწყობაზე და გაალამაზონ ეს დღე თავისი შემოქმედებით. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო თამარობის დღესასწაული. ჩვენი სკოლა, ჩვენი გიმნაზია სწორედ თამარ მეფის სახელობის არის და რა თქმა უნდა დღესასწაულთან დაკავშირებით მამა მირიანმა ჩვენი სკოლის ტაძარში აღასრულა სადღესასწაულო წირვა. ამის შემდგომ იქნა ჩატარებული სავედრებული პარაკლისი და შემდგომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ანსამბლებთან შეერთებით ჩაატარეს კონცერტი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს თამარის ხსენების დღეა და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ზეიმი, სადაც მივიღე მონაწილეობა და მოვყევი ლექსი ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. გილოცავთ დღევანდელ დღეს თამარობას, მე ამ დღესასწაულს ყოველ წელს აღვნიშნავ. სულ იმართება კონცერტი და სულღებულობ მონაწილეობას. მე დავდივარ თამარ მეფის სკოლა გიმნაზიაში, დავდივარ თამარ მეფის სკოლა გიმნაზიის გუნდში, ვარ მომღერალი. ბევრ ფესტივალებზე და კონკურსებზე გავედით. ვიმღერეთ თამარ მეფე, კასლეცილა, სვანური, თავისი ცეკვით და ასევე ვიმღერეთ ქალოქალთა მზეო. მე ვარ ფერეიდნი და მე ვსწავლობ თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლაში. გილოცავთ ყველას თამარობას, მით უმეტეს ვინც ამ სკოლაში სწავლობთ. მოკლედ, ჩემი ასე ვთქვათ ამბავი ესეთია, რომ წელს რამოდენიმე კონკურსში გავიმარჯვე, ორში. მომავლის ვარსკვლავში ავიღე პირველი ადგილი, ლაურეატობის წოდებაც მივიღე. შემდეგ ერთი კონკურსი იყო, რომელსაც ერქვა ბელკანტო. იმაში პირველი ადგილი ავიღე და ახლა მალე გალა კონცერტი მექნება. სხვათა შორის კიდევ ორ კონკურსზე უნდა გავიდე, ძალიან მიხარია. შალვა დავითაშვილის სახელობის კონკურსზე უნდა გავიდე, რომელიც ტარდება ქალაქ თელავში და რონდო კლასიკაზე. ღონისძიების ფარგლებში სკოლის შენობაში გამოფენაც მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ წმინდა თამარ მეფის ხსენების დღე გიმნაზიაში ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებით აღენიშნება. აქ წარმოდგენილია ჩვენი მოსწავლეების სამხატვრო წრის, სამხატვრო სტუდიის მოსწავლეების ნამუშევრები. სხვა პერიოდში შექმნილი არიან საკმაოდ ნახატებიდან ჩანს ნიჭიერი ბავშვები გვყავს, აღსაზრდელები. მინდა რომ დღევანდელი დღე მიულოცო მთელ საქართველოს. აქ არის ჩვენი გამოფენა, ჩვენი სკოლის გამოფენა, აქ არის რამდენიმე ნამუშევარი ჩემი, ნატურმორტები. ძალიან მიყვარს ხატვა, აკვარელში მუშაობა.